რადიომედის დილის არხის ფორმატში დილის სპორტულ მიმოხილვას კახა გელაშვილთან ერთად შემოგთავაზებთ დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა და მოგესალმებით. და დაიწყო მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, დაიწყო მასპინძლობით და გამარჯვებით. ეს პირველი მატჩი იყო პროგნოზირებადი და მეორე მხრივ იყო იმაზე მეტი წითელი ბარათი, ვიდრე გავიდა გოლი. ხო, სამი ბარათი და ორი მატჩი, მგონი არასოდეს არ ყოფილა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. ხო, ასე რომ მექსიკამ მოიგო ეს შეხვედრა მოულოდნელად, ძალიან იოლად, უფრო მეც ველოდი პირადად მე და ალბათ მეორე გულშემატკივარი სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრებისგან ზუსტად 16 წლის შემდეგ შეხვდნენ ეს გუნდები ისევ მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში. წინა შეხვედრა უფრო 16 წლის წინანდელი, როდესაც სამხრეთ აფრიკა იყო მასპინძელი, უფრო მეტ ნაკლებად თანაბარი და საინტერესო გამოდგა, ფრედ დასრულდა როგორც ვახსოვს ის შეხვედრა, რასაც ვერ ვიტყვით გუშინდელ მატჩზე, სადაც მექსიკამ თქვათ შეიძლება ითქვას იოლად, ძალიან იოლად მოუგო მეტოქეს. აქ ვთქვათ რომ ანგარიში წარმოშობით კოლუმბიელმა ფეხბურთელმა გახსნა, წარმოშობით კოლუმბიაშია დაავადებული ხულიან კინიონესი, თუმცა მექსიკაში გადაწყვიტა მექსიკასთან უფრო ბევრი რამ აკავშირებს დაწყებული ადრეული კარიერიდან დასრულე დამთავრებული თუნდაც ყველაზე წარმატებულ გუნდებში სწორედ აქ გამოდიოდა, შეიძლება ითქვას ახლა საუდის არაბეთში თამაშობს და არის საუდის არაბეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, სწორედ მან გახსნა გუშინდელ მატჩში ანგარიში გახსნა უდიდესი შეცდომით და არ ვიცი ეს ბავშვი ესეთ კი გავიფიქრე კიდევაც რომ ასეთ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე რა უნდა მეთქი, თუმცა არის ახლა სამხრეთ აფრიკა მსოფლიო ჩემპიონატზე და ისტორიაში შევიდა ორი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში მიიღო მონაწილეობა. ასე რომ 2-0 მექსიკის დამსახურებული გამარჯვება. კი ბატონო. ამ გამარჯვებით შეიძლება ითქვას მექსიკამ გადადგა უდიდესი ნაბიჯი პლეი-ოფისკენ, რამე თუ აქვე ვიტყვი რომ მეორე შეხვედრა რომელიც რამდენიმე ცოტა ხნის წინ დასრულდა იქვე მექსიკაში. სამხრეთ კორეა, ჩეხეთის ნაკრები მოულოდნელი შედეგი. კი, აბსოლუტურად. საინტერესო იყო რომ პირველივე დარტყმა გოლად აქციეს, ესეც საკმაოდ უცნაური გოლი იყო, აუტიდან ჩაწოდებული ასე მაგრად როგორ მოისროლა ხელით ყოჩაღმას და საჯარიმოში შეფრინდა ჩეხი ფეხბურთელი, თავით გაიტანა გოლი და შემდეგ შესანიშნავად გამოიყენეს დაცვითი ხაზის შეცდომები სამხრეთ კორეელმა ფეხბურთელებმა და 2 გოლი გაიტანეს. ხო, კორეამ 2-1 მოუგო ჩეხეთს, საბამისად პირველი ტურის შემდეგ აჯგუფში სწორედ ეს გუნდები, ანუ კორეისა და მექსიკისა და კორეის ბურთების უკეთესი ბალანსი მექსიკას აქვს 2-0-თან ეს გუნდები ლიდერობენ. და აუთსაიდერების საბამისად ჩეხეთი და აფრიკა მეორე ტურში. ჩეხეთი ახლა გასაგებია რომ სამხრეთ აფრიკელებს მოუგებს, ასეთ სამხრეთ აფრიკა მithumetes. აი ხა მეორე ტური იქნება ძალიან საინტერესო. სამფეხბურთელი აღარ ითამაშებს. 19 ივნისს გაიმართება მექსიკა სამხრეთ კორეა ლიდერთა მატჩი. ჩატარდება შესაბამისად აუთსაიდერები ჩეხეთი და აფრიკა, სამხრეთ აფრიკა შეხვდებიან ერთმანეთს, თუ მექსიკა კორეის მატჩი ერთ-ერთმა გუნდმა მოიგო პრეტარ დასრულდა და ჩეხეთმა შეძლო აფრიკის დამარცხება, უკვე ორ გუნდს ექნება 3 ქულა და შესაბამისად დაიძაბება სიტუაცია. ასეთი გახლავთ პირველი ტურის შედეგები. კიდე ერთი დეტალი კახა გუშინდელი სამხრეთ აფრიკული გუნდის მარცხის შემდეგ კიდევ ერთხელ მიაქციეს ყურადღება იმას, რომ სამხრეთ აფრიკელთან ნაკრებს ბელგიელი უგო ბროსი წვრთნელობს და იგი ყველაზე ასაკოვანია 74 წლის არის. რატომაც ამასაც მიანიშნეს გუშინდელი მარცხის შემდეგ. სხვათა შორის ეგეც მაგარი დეტალია, კახა. რამდენადაც ვიცი, მე მგონი ამ სტატისტიკა ეგრეა და მე მგონი არ მეშლება სწორად მახსოვს, რომ არც ერთხელ არ მოუგია მსოფლიო ჩემპიონატი იმ ნაკრებს, რომელსაც სხვა ქვეყნის მწვრთნელი ყავს. ხო, მსოფლიო ჩემპიონატი მეც არ მახსენდება მსოფლიო ჩემპიონატს იგებს. აბლოგი წელს ბრაზილია შანსი არა აქვს. აგერ ახლა კაკალო ანჩელოტი შეიძლება გახსნას. ეს სტატისტიკაში შეცვალოს? ხო, ფაქტია რომ
ესეც ალბათ საინტერესო საგულისხმო მომენტია, იმიტომ რომ მექსიკის ნაკრებზეც მინდა თქვა 2-20 სიტყვა კიდევ მსოფლიოს რიგით 18 ჩემპიონატია მექსიკისთვის, რეკორდი გახლავთ ეს იმ კონფედერაციაში, სადაც მექსიკა გამოდის კონკაკაფის ზონაში. კერძოდ ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკის და ესე იგი კარიბის ზღვის აუზში შემავალი ქვეყნების კონფედერაციაში, ანუ კონკაკაფის ზონაში რეკორდია 18 მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდის მექსიკის ნაკრები. მექსიკამ ყველა მატჩი, ყველაზე მეტი მატჩი ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატებზე, მათ შორის იმ გუნდებს შორის, რომელთაც ტიტული არ მოუგია. 71 მატჩი ჩაატარა გუშინ მექსიკამ, ფაქტობრივად ლამის უცვლელი მონაწილეა მსოფლიო ჩემპიონატების. რაც შეეხება მექსიკელთა მექსიკის ნაკრების მშობლიურ სტადიონ ასტეკას, გუშინ ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ასტეკას სტადიონზე. ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატის საიუბილეო მე-20 მატჩი. ყველაზე მეტ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში სწორედ ასტეკას სტადიონმა უმასპინძლა. როგორც ის მექსიკაში 2 ჯერ ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი 1960, შემდეგ 1986 წლებში და ახლაც უკვე მექსიკა თანამასპინძელია, საბამისად ასტეკა მესამე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს მასპინძლობს. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, თუ შენ არაფერი გაქვს კიდევ გუშინდელზე სათქმელი, დღეს 23 საათზე, გუშინდელის მსგავსად 23 საათზე დაიწყება პირველი ტური უკვე მეორე ჯგუფში, ერთ-ერთი თანამასპინძელი კანადის ნაკრები ბოსნიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. კანადა მასპინძელია, როგორც უკვე აღნიშნე, თუმცა ფავორიტად, სწორედ ფავორიტად კანადა მიიჩნევა, თუმცა საეჭვოა ახლა ბოსნიას არ ბოსნია არ არის ხელწამოსაკრავი და ამ ჯგუფში არიან შემდეგი ნაკრების წარმომადგენლები განთესილნი, კანადა, ბოსნია, შვეიცარია და ყატარი. დღეს ჯეკო არ ეყოლება, სავარაუდოდ, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშა ბოსნიელთა ერთ-ერთი ლიდერის თამაში. და ასევე ჩელიკის თამაშიც ეჭქვეშა ტაბაკოვიჩი არ იქნება ნებისმიერ ვარიანტში ოფიციალური მონაცემია ეს და კანადასაც აქვს დანაკლისი, საკადრო დანაკლისი ალფონსო დევისი არ ეყოლებათ მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელი დღევანდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ტრამვირებულია. კანადა ისევ კონტრშეტევებზე იქნება აქცენტირებული და ალბათ მაინც სწრაფ ფეხბურთზე გააკეთებს აქცენტს. ხო, ამას ვნახავთ, ფაქტია, რომ სამყარო მსოფლიოს სამყარო საბუკმეიკერო კონტურების მიერ სწორედ კანადა მიიჩნევა დღევანდელ მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ფავორიტად. და ჯონათან დევიდი იუვენტუსიდან ალბათ ერთ-ერთი საიმედო ფეხბურთელი იქნება. კი. ხო, და ხვალ დილას უკვე ასპარეზობა დაიწყება C ჯგუფში. ამერიკის შეერთებული შტატები პარაგვაის მატჩით გაიხსნება. ესეც საკმაოდ საინტერესო D ჯგუფში უკაცრავად საინტერესო ჯგუფია ამერიკა, პარაგვაი, თურქეთი, ავსტრალია, ამერიკა კი ძირითადი მასპინძელია ყველაზე მატჩი, მეტი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე, სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. პარაგვაი, ავსტრალია, თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, D ჯგუფი. ხო, გვაჩვენებს, თურქეთი, რა თქმა უნდა, ჯგუფის ფავორიტად შეიძლება მიიჩნიოთ, ძალსახად კარგი გუნდი, კარგი ფეხბურთელების კარგი შემადგენლობა და მოდი აქვე ახლა კიდევ ერთხელ გადავავლოთ ჯგუფებს თვალი და შევახსენოთ რადიონსალოს რომელ ჯგუფში რომელი ნაკრებია განთესილი. დიდი სიამოვნებით. ხო, არგენტინა, რომელზეც საუბრობთ და ახლა ძალიან ბევრი მიანიშნებს, რომ ხო, ვეთანხმები, რომ სამწუხაროდ ხაროთ ქედის სიმღერა არის ბევრი ფეხბურთელისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატი და ბევრი ადარებს ახლა მესის და კრისტიანო რონალდოს და ეს არ ახალია, აწლეულები ასეა ბოლო ჩემპიონატამდე გამართული მატჩების ანალიზის შესაბამისად მესი ბევრად უფრო მაღალ დონეზე თამაშობს ფეხბურთს და ბევრად უფრო პროდუქტიულია ვიდრე მისი ვიზავი, ხო? და ამ ხრივ არგენტინას ჯგუფიდან გასვლაც სასახად არ გაუჭირდება და მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ ნახევარფინალამდე მიაღწევს. ეს მესის ფაქტორი და რა თქმა უნდა დანარჩენი ფეხბურთელები, ვინც ამ ნაკრებში არიან, შესანიშნავი შემადგენლობაა, მეკარესზე რომ არაფერი ვთქვათ. თუმცა მეორე მხარეს აი რაღაც ამ ლოგიკით ოდნავ საპირისპირო სიტუაცია პორტუგალიის ნაკრებში შემადგენლობა არის საოცარი და რაღაც მომენტებში ფიქრობ, რომ შეიძლება მათ ხელი შეუშალოს კრისტიანომ.
კრისტიანოს ფაქტორმა. შეიძლება, მაგრამ ამ დროს მისი გამოცდილება და მისი უნარები და მისი დონე, თუ კი აი მე მგონია რომ ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი. თუ კი მისი სინქრონიზაცია სრულად მოხდება თელ გუნდთან, თელ ნაკრებთან, მგონია რომ ბევრად პროდუქტიული იქნებიან. აი ეს შეთამასება თუ ვერ იქნება სრულფასოვანი, მაშინ ალბათ ვერ. სტაჟიან გულშემატკივრებს იგივე როჟე მილა, რომელიც 38 წლის იყო, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანეს იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე და სწორედ მან გაიყვანა ჯგუფიდან, ძალიან მაგარი ჯგუფიდან. კამერუნის ნაკრები, თუმცა როჟე მილასგან განსხვავებით კრისტიანო რონალდო პორტუგალიაში და მესი არგენტინაში, თქვათ, შეცვლის ფეხბურთელები არ არიან, შეცვლაზე არ მგონია პრინციპში, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ნუ ახლა კრისტიანო შეცვალეს ევროპაზე რო იყო. ხო, აი ეგეც ახლა დღემდე მიიჩნევენ რომ ეს იყო აი სამხედრო შტაბის და ზოგადად ძალიან დიდი შეცდომა. თუმცა არის რა თქმა უნდა, ეხა იქ შიდა სამზარეულო არ ვიცით ხომ, შეიძლება თავად ფეხბურთელმა უთხრას რომ ჩვენ არ ვიცით ხო, მაგრამ იცი რა მგონია ხოლმე, ახლა PSG-ში მოთამაშე პორტუგალიელი ნახევარმცველების წყვილის ბაზაზე, რომ ვადარებ ხოლმე, დაახლოებით იგივე ისინი ისეთივე წყვილი არიან, როგორც ხავი ინიესტა იყო თავის დროზე ბარსელონაში და როგორი კატალიზატორები გახდნენ შემდეგ ესპანეთის ნაკრებისთვის. აი ასე არიან ეს ნახევარმცველები, ზოგადად ძალიან მაგარი ნაკრები ყავს, ხო? ძალიან კარგი ნაკრები ყავს. აი ეს თავარი გამოწვევა ალბათ არის ეს, ნუ ასე რასაც ვხედავთ აქედან, თორე იქ რაც ხდება ამას ჩვენ ასე დისტანციურად ვერ მივხვდებით. კაი, არგენტინას თავის ჯგუფში ყავს ავსტრია, ალჟირი, იორდანია. ნუ არგენტინა რა თქმა უნდა ფავორიტია, ავსტრია, ალჟირს არ ვიცნობთ ახლა ჩვენ ყავს ალჟირს ზოგადად აი ეს ასეთი ნაკრები გუნდები ყოველთვის ევროპელების და ასევე სამხრეთ ამერიკელების ფონზე ყოველთვის წილში არიან, თუმცა არაერთი სენსაცია შემოუთავაზებიათ. იგივე ალჟირი მახსენდება შორეული 1992 კადრები არის, როდესაც ალჟირის მატჩში ფაქტობრივად არავინ არ იცნობდა როგორც საფეხბურთო ნაკრებს და ჯგუფში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფავორიტი, შემდეგ ფინალისტი, ფინალში გავიდა გერმანიის ნაკრები. გერმანიას მოუგო 2-1, ყავდათ მაშინ აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი იგივე ბელუმი, მაჯერი, ძალიან კარგი გუნდი ყავდა, თუმცა არავინ არ თვლიდა, თქვა რაიმე სახის არათუ სენსაციის რაღაც მოულოდნელი შედეგის ავტორად, თუმცა ალჟირმა მაშინ გერმანიის ნაკრებს მოუგო, ფედერაციული გერმანიის უძლიერეს ნაკრებს 2-1, შემდეგ იყო იმავე ჯგუფში სამარცხვინო მატჩი ავსტრია-გერმანია, როდესაც შეთანხმებული ანგარიშის შემდეგ 1-0 მოიგო გერმანიამ და ჩატოვეს ეს ძალიან კარგი ალჟირის ნაკრები ჯგუფში, გავიდა გერმანია, ავსტრია, მაშინ სხვანაირად დაუხვეწავი და არ იყო განვითარებული იმ დონეზე მსოფლიო ჩემპიონატის ასე ვთქვათ მატჩები ისთან ერთდროულად არ ტარდებოდა მეორე გასაგები, ანუ შეეძლოთ რომ რა ხდება პარალელურ მატჩებში, რაც დღეს ნაკლებად არის. ალჟირმა შემოგთავაზა მაშინ წინა მსოფლიო ჩემპიონატზე საუბრობდით ჩვენ მაროკომ შემოგთავაზა ასევე სენსაცია, როდესაც ესპანეთის ლიერი ნაკრები გამოაგდო პლეი-ოფიდან პენალტების სერიაში, ხო? და შემდეგ იგი პორტუგალიასთან წააგო. ასე რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს ალჟირი, ხა არგენტინასთან მიუხედავად იმისა, რომ ყავთ საკმაოდ გადაბერებული შემადგენლობა, არგენტინას მესი ყავს და მსოფლიო ჩემპიონია და მაღალი დონის ფეხბურთელები, რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლა არგენტინას ფიქრობ არ უნდა გაუჭირდეს. პორტუგალიას რაც შეეხება, ის ჯგუფში არის კოლუმბიასთან, კონგოს რესპუბლიკასთან და უზბეკეთთან ერთად. უზბეკეთზე ჩვენ ვისაუბრეთ და პირველია იმ რეგიონიდან პოსტსაბჭოური სივრციდან, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და წარმატებებს უსურვებთ თვალსახად. აი, როგორც ბოდიშაძე გაწყვეტინებდა, როდესაც თქვა საფრთა კავშირი დაიშალა და დამოუკიდებელი ჩემპიონატი ჩავატარეთ და დამოუკიდებელი ნაკრებმა, ჩვენმა საქართველოს ნაკრებმა პირველი ნაბიჯები გადადგა. ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ უზბეკეთი ჩვენზე ადრე გავიდოდა მსოფლიო ჩემპიონატზე, საერთოდ უზბეკეთს ყავდა ტაშკენტის ფახტაკორი, რომელსაც კი ჰქონდა რაღაც ისინი ცალკე სხვა თემა, ტრაგედია, რომელიც შეეთხვა ამ გუნდს ავიაკატასტროფის შემდეგ, თუმცა არასოდეს არ იყო იმ პერიოდის საბჭოთა ფეხბურთის, თქვათ, არათუ მოწინავე გუნდებს შორის ეს საშუალო დონის გუნდის არ იყო შეიძლება ითქვას ფეხბურთი და სხვათა შორის უზბეკეთი მიიჩნეოდა მაშინ თბილისის დინამოს ერთ-ერთ ყველაზე უცხო რესპუბლიკებს გულისხმობს, უცხო ქვეყნებს, ყველაზე დიდ გულშემატკივრად
და ცნობილი ფაქტია ხო, როდესაც 64 წელს თბილისის დინამო მოსკოვის ტორპედოს მოუგო ოქროს ფინალი და პირველად გახდა ჩემპიონი თბილისის დინამო, მთელი უზბეკეთი და ის სტადიონზე შეკრებილი ადგილობრივი გულშემატკივრები ხომაგობდნენ თბილისის დინამოს და თბილისის დინამოს დიდი გულშემატკივარი იყო ზოგადად უზბეკეთის წარმატებას ვსურებ, რა თქმა უნდა. მაგრამ ის ფაქტი რომ გასაგებია შენ რაზეც მიანიშნეს, მაგრამ უზბეკეთი გავიდა იმ რეგიონიდან, იმ რეგიონში ჩვენ რო ვიყოთ, ჩვენც გავიდოდით, მაგრამ იმ რეგიონიდან სხვებს უზბეკეთმა აჯობა ყოჩაღმად, მილოცვამაც და ძლიერი რეგიონი ევროპის დონის არ არის, მაგრამ ეხლა ნუ მაინც უზბეკეთის გასვლა იქნება მატჩები, სადაც მათ აუცილებლად ექნებათ ალბათ შანსი იმისა, რომ უბრალოდ ფორმალური გასვლა არ ქონდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე და გარკვეულ შედეგზე გავიდნენ. საფრანგეთის ნაკრები, რომელიც განთესილია ჯგუფში I და იქ არის საფრანგეთი, ერაყი, ნორვეგია და სენეგალი. ესპანეთის ჯგუფია, საფრანგეთზე არ არის, რა თქმა უნდა. ესპანეთის ჯგუფიც არის საკმაოდ საინტერესო, H-ი, სადაც ურუგვაი, კაბო-ვერდე, საუდის არაბეთი და ესპანეთია. ნუ აქ გასაგები ახლა ლოგიკურად ჩვენ ვიმსჯელებთ, რომ ესპანეთი და ურუგვაი არიან აქ ფავორიტები, მაგრამ ნუ მე მგონია, რომ ძალიან ბევრი სიურპრიზი გველოდება წინ. იაპონიის ნაკრების კაპიტანს აქვს გონი პრობლემები და ალბათ ვერ აღმოჩნდება მსოფლიო ჩემპიონატზე. აქ აი ეს შესანიშნავი ჯგუფია, აი ლამაზი მატჩები იქნება აქ. ჰოლანდია, იაპონია, შვედეთი და ტუნისი. აქ ცალსახად მე მგონია რომ კარგ თამაშებს ვიხილავთ. G ჯგუფში არის ბელგია, ეგვიპტე, ირანი, ახალი ზელანდია. ირანი ძალიან საინტერესოა. ირანი საინტერესოა, ხო, ირანი რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არ დარჩა და მეზობელ სახელმწიფოში გადავიდა. ამასობაში რა ვიცი კიდევ ერთხელ ითქვა მივაღწიეთ შეთანხმებასო, მაგრამ იმდენად სწრაფად იცვლება, ახლა ერთმანეთს უნდა ვესულოთ, ახლა დავზავდებით და ხვალ დავზავდებით და ზეგ ერთმანეთს არ ვესვრით, რომ ჯერ გაუგებარია დღის განმავლობაში კიდე დავალოდოთ სიახლეს, მაგრამ ბოლო ინფორმაციით პოლიტიკურ წილში რაღაც შეთანხმების მკვეთრი კონტურები გამოჩნდა და შევთანხმდით კიდევაცო ასე ითქვა, მაგრამ ნახოთ. გერმანია არის განთესილი კოტ-დიუართან, ეკვადორთან და კურასაოსთან ერთად. ის გუნდი რომელიც მე მგონი თვითონაც გაუგნებულია რომ აღმოჩნდა მსოფლიო ჩემპიონატზე ის ნაკრები. ისე სხვადასხვის კი კურასაო პატარა ქვეყანა როგორც ნიდერლანდების ყოფილი კოლონია და ასე ვთქვათ მარტო კურასაო არ არის ქვეყნები კიდე ხო რომლებიც იყო ნიდერლანდების ჰოლანდიის როგორც მივეჩვიეთ ჩვენ კოლონია იქ ადამიანი რო იბადება ორმაგი მოქალაქეობა ეძლევა და საფრანგეთსაც ასე აქვს. ხო, აი ეს ჰოლანდიაზე კურასაოზე ვსაუბრობთ, ხო და იგივე კურასაოს ნაკრების ფეხბურთელების დიდი უმრავლესობა არის ნიდერლანდების ჩემპიონატში კი შეიძლება წამყვან გუნდებში არ თამაშობენ, მაგრამ არის ახლა ნიდერლანდების თუნდაც მეორე დივიზიონი, აი სამხრეთ აფრიკის ნაკრებზე უკეთესი შედეგი შეიძლება ნახოთ, რა თქმა უნდა. ადრე ამას საუბარი, პლუს დიკ ადვოკატი ძალიან ცნობილი დამსახურებული და ავტორიტეტული სპეციალისტი ნიდერლანდელი. ასე რომ ამ გუნდს კურასაოს აქვს ძალიან ახლო შეხება ნიდერლანდების ჩემპიონატთან და ის კლასი და გამოსტილება, რომელსაც იძენენ ფეხბურთელები, ბუნებრივია წაადგება. ძალიან ბევრი ვახსენეთ ახლა ის კოლონიები ყოფილი იგივე სომალი და ვთქვათ, რა ვიცი, იგივე სხვადასხვა ქვეყნები, რომლებიც სურინამი თუნდაც სურინამელები იყვნენ, ხო, წარმოშობით, იგივე რუდ გულიტი და იგივე ფრანკ რაიკარდი, რომლებიც ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდები არიან, ნიდერლანდური ფეხბურთის. ხო და ეს კურასაოსგან მე უფრო სიმართლე უფრო მეცველი, ვიდრე ვთქვათ, იგივე უზბეკეთისგან და იგივე სამხრეთ აფრიკამ გვაჩვენა უკვე რომ საერთოდ უსუსტესია, ალბათ უსუსტესი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. და ნახო დაველოდოთ მოკლედ. კი ბატონო, ოდინდელი კოლონიზაციის შედეგები, ასე ვთქვათ, საფეხბურთო რეალობაშიც მკვეთრად ჩანს ხოლმე. იცვლება, ზოგადად შეიცვალა საერთოდ, ხო ჩვენ ხო ვისაუბრეთ ერთი პერიოდი, აი სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთზე შედარება ევროპულ ფეხბურთთან შედარებით, ადრე ვთქვათ 40-იანი, 80-იანი წლები, 90-იანი წლები აბსოლუტურად განსხვავებული იყო
სამხრეთ ამერიკული ფეხბურთი იყო უფრო როგორც ეგზოტიკა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე ნახულობდა გულშემატკივარი არ იყო მაშინ არც განვითარებული, ხო, რომ შემთხვევითი არ იყო, ხო, პირობითად ურუგვაი არის პირველი ჩემპიონი, მერეც ურუგვაი, ან სამხრეთ ამერიკა, მე ბრაზილია, არგენტინაზე აღარაფერს ამბობ. ეხლა უკვე ყველა წამყვანი ფეხბურთელი სამხრეთ ამერიკა გინდა თუ ნებისმიერი კონტინენტი თამაშობს ევროპაში. და ევროპა შედის უკვე ევროპა არის ამ მთავარი მაგნიტური. მაშინ სხვანაირად იყო, კი, ისინი ჩამოდიოდნენ და საფრანგეთის ჯგუფი ვთქვით? აი თუ კი შენ როგორც ამბობ კურასავის შემთხვევაში ორმაგი მოქალაქეობიდან გამომდინარე ჰოლანდიაში აქვს ცხოვრების და თამაშის საშუალება და ეს არის საინტერესო ჯგუფია საფრანგეთი. ხო, აი საფრანგეთის კოლონიზაციის შედეგი აი სულიად სხვანაირად ჩანს ახლა ამ შემადგენლობაში და ძალიან მაგარი ნაკრებია თუ კი ინდივიდუალურად ავიღებთ ფეხბურთელებს, მაგრამ ალბათ ამ საფრანგეთის ნაკრებისთვისაც ასევე პრობლემა იქნება ამ სუპერ მოთამაშეების ერთგუნდად შეკვრა. არ ვიცი, პაპეს ფაქტორი ხო ცალკე ამბავია დიქტატორად წოდებულის. მე ყველაზე მეტად რაზე დამწყდა იცი გული ოლისე, რომელიც სასწაული ფეხბურთელია, შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც წარმოშობით ბრიტანელია. და გადაწყვიტა მე ფრანგობა. და იდეაში ოლისეს წარმოშობით რა გითხარ? ნუ ახლა იქ დაიბადა რა. ბრიტანეთში დაიბადა. და იცი რა თქვა მინდა რომ უბრალოდ პაპეს წარმოშობით ფრანგია. ხო, ნუ ახლა მთელი შემადგენლობა მთელი ნაკრები. მაგრამ რაზე ვაკეთებ იცი აქცენტს რომ ოლისეს ნაირი ფეხბურთელი ბრიტანეთს უფრო ჭირდებოდა და დახატავდა რა. და უფრო ინგლისის ნაკრებს, ნუ ხო, ინგლისის ნაკრებს და ოლისე იქ ბევრად უფრო დიდი ვარსკვლავი იქნებოდა სანაკრებო დონეზე, ვიდრე ამ ნაკრებში, სადაც ასეთი გარკვეულწილად სიჭარბეც აქვს, კარგი აგება. ფეხბურთელი. კი ბატონო, არა ეს უსე ჩემი ისი ხო. საფრანგეთი, ერაყი, ნორვეგია, სენეგალი, ესენი ერთ ჯგუფში იქნებიან, იაპონიის ჯგუფში. სენეგალი, საფრანგეთი გვახსოვს ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის გახსნა სენეგალმა რომ და აქ მახსოვს ძველი ანგარიშებია ტოტალიზატორების მოყვარულები ძალიან ცუდ დღეში ჩავარდნენ საფრანგეთის მოგებაზე ედო ბევრი გოლები და სენეგალმა 1-0 მოუგო მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო მაშინ საფრანგეთი და ანუ ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი შედეგი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნა ხო და ესე იგი საფრანგეთი ნორვეგიას აღარ ყავს ახლა ისეთი გუნდი როგორიც თქვა რამდენიმე წლის წინ ყავდა კარგი ფეხბურთელების შემადგენლობა თუმცა ყავს ჰალანდი რომელიც არის გოლეადორი გუნდი იქამდე ბურთი თუ მივიდა რამდენად შეძლებს ჰალანდი სანაკრებო დონეზე ისე წარმოჩენას როგორც საკლუბო დონეზე ეს სხვა თემა ის არ არის ხო რომ თქვა რადგანაც ფეხბურთელი კლუბში ძალიან კარგად თამაშობს. ჩვენ ასეთი რამდენი შედეგი გვინახავს. უამრავი და პირიქით ყოფილა. კი, პირიქითაც და პირაქითაც, კი ბატონო. ბრაზილია, ჰაიტი, მაროკო და შოტლანდია ერთ ჯგუფში იქნებიან და ესეც კარგი ჯგუფია, კარგი თამაშები იქნება. კანადაზე ვისაუბრეთ, მექსიკაზეც უკვე ვიცით ვისაც ხდება, ხო? საინტერესო ჯგუფია. და ინგლისსაც საკმაოდ საინტერესო ჯგუფი აქვს, კი. ხორვატიასთან ძველი ანგარიშები აქვს, ანუ ეს ევროპული ნაკრებები და განა ტრადიციული უკვე აფრიკული ქვეყნები ნებისმიერი არა, მაგრამ ეს რომელსაც ყავთ ევროპაში მოთამაშე ლიდერები, რა თქმა უნდა გარკვეულ ძალას წარმოადგენენ და ჯგუფურ ეტაპზე თუნდაც შეუძლიათ 1-2 თამაშის დონეზე ჩატარება, რომ თქვათ რაღაც ფავორიტს აქულები დააკარგიონ, ან თქვა ბურთების შეფარდება გავუფუჭონ. პანამაზე არაფერი არ საუბრო მე მგონი პანამა ჯგუფი გამოგვეცია. ბურთი ახსენე და ბურთზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ სოფლიო ჩემპიონატზე ბურთიც თანამედროვე განსხვავებული ახალი და ტექნოლოგიური იქნება. ბურთში დამაგრებულია შიგნით, ნუ smart ბურთსაც უწოდებენ, ჭკვიან ბურთს დამაგრებულია შიგნით გადამცემი, რომელიც მე მგონი წამში 50-ჯერ გადასცემს ინფორმაციას თუ სწორად მახსოვს და აბსოლუტურად ბურთის ყველა მიმართულების მოძრაობა და ყველა დარტყმა იქნება ახმული სენსორის მიერ და ნუ ადრე თუ კარგი ამბავი იყო ის რომ კარის ხაზი გადაკვეთა თუ არა ამას ვაზუსტებით ახლა საერთოდ სხვა მოცემულობას მივიღებთ სხვა ინფორმაციას დარტყმის სიჩქარეებს კიდევ უფრო ზუსტად გავიგებთ და ნუ ტექნოლოგია კიდევ უფრო მკვეთრად შემოდის ცალსახად თანამედროვე ფეხბურთში. აი ჩვენ ფეხბურთზე ჩვენი დიალოგის მიწურულს კიდევ ერთხელ ავუნიშნავ, ალბათ გულდასაწყვეტია და რაღაცა ცალსახად ხაზს უსვამს
ეპოქის დასასრულს, მაგრამ ახლა დაასრულებენ ფეხბურთს ამ თამაშით ეგვიპტე ვახსენეთ და სალახისთვისაც ეს ბოლო თამაში იქნება მესისთვის რონალდოსთვის, რა ვიცი, ინგლისის ნაკრების თავარი ფორვარდისთვისაც დიდი ალბათობით ბოლო მატჩი იქნება. იგივე საფრანგეთზე საუბრობდით და თავარი მწვრთნელის პოსტოვებს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დიდიე დეშამი, ასე რომ საფრანგეთის ნაკრებს მოტივაციად მეტი ექნება თავად დეშამს, რომ გამარჯვებული წავიდეს. საფრანგეთი ფავორიტთა შორისაა, რა თქმა უნდა, ბოლო ორი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი, პირველი მოიგო, მეორე ფინალში დათმო დრამატული მატჩი და ამჯერადაც საფრანგეთი მე მგონი თავის სიტყვას იტყვის. იმედია მინიმუმ ნახევარფინალამდე მიმაჩნია რომ საფრანგეთი შეიძლება გავიდეს. შენი ფავორიტი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვინ არის ვინ გინდა რომ გახდეს ჩემპიონი, ან მიაღწიოს ნახევარფინალამდე და რეალურად ვინ მიგაჩნია? საერთოდ ბავშვობიდან ინგლისის შემადგენელი ლივერპულიდან გამომდინარე ინგლისი მიყვარს, თუმცა ეს ბოლო პერიოდია ინგლისთან ერთად არგენტინასთან, რომ მტერი სახელმწიფოები არის რეალურად ხო, არგენტინა ინგლისი. მესინა გამომდინარე, მესი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია და მინდა რომ როგორც ჩვენ ერთ-ერთი ლიონელ მესი, რომელიც სანაკრებოში. თუმცა აგერ გამოითქვა, რომ არ არის გამორიცხული, რომ მესი მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზეც თამაშოსო, არ არის გამოთით თავად უთქვამს, რომ არ გამორიცხული. თუ ასეთ ფორმაში იქნება, აგერ თქვა ახლა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე თქვა, რომ მე არ ველოდებოდი 15-20 წუთი მესი რაც არ უნდა ასაკში აგერ ახლა ამ მისი ფაქტორი ყოველთვის იქნება. ანუ ის რომ მესი აუცილებლად დაასრულებს მსოფლიო ჩემპიონატს კარიერას სანაკრებოს. დიდი ალბათობაა რა, ძალიან მაღალია ალბათობა. ხო და არგენტინას უშემატკივრობ ინგლისი არგენტინა ეს ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს და კრისტიანოს კი აქვს შანსი. ხო, არ ვიცი, ეს ორი ნაკრები. ანუ არგენტინა რეალურად ინგლისის სურვილის დონეზე? სურვილის დონეზე არგენტინა მინდა ისევ. არგენტინა მინდა არგენტინის მეც ძალიან უფრო მეტ სიამოვნებას დღესდღეობით იშვიათია რომ ესეთი სიამოვნება მიიღო ფეხბურთისგან. როგორც ვთქვათ, იგივე, აი თქვათ, ჩვენ გვახსოვს ახლა რონალდინიოს თამაში გვახსოვს იგივე, ვთქვათ, და ის ბრაზილია აღარ არის. ისეთ ფეხბურთი აღარ არის. ის ბრაზილია აი ესეთ ფეხბურთთან ახლო შედარებით სანაკრებო დონეზე არგენტინა თქმის ბრაზილიას კი ისეთი როგორც აი 94 წლის ბრაზილიის შემდეგ კი ყავდათ მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ იგივე, ვთქვათ დიდი ლეგენდარული რონალდოს, იქ ნამდვილი რონალდოს როგორც ვწოდებენ, ფენომენის იმ პერიოდში ბრაზილია, თუმცა ის რაც მახსოვს მე ბავშვობიდან, სოკრატე, ტელესანტანას პერიოდის ბრაზილია, ესეთი ბრაზილია, ესეთი ფეხბურთი მე მგონი აღარ არა, ის საერთოდ სხვა განზომილება იყო. მეც არგენტინას გულშემატკივრობ და ასევე ჰოლანდიას. ხო, ნუ რომელიც ასევე გახსნილი შემტევი აიაქსის გულშემატკივარი. ფეხბურთის ლოგიკიდან გამომდინარე. ერთი სტატისტიკაც მინდა აღვნიშნო. იმედი მაქვს ეს სტატისტიკა არ განმეორდება. ლუიშ ფიგუ, დემბელე, ნუ დემბელეს შანსი აქვს, ხავი, ჟეზუსი, პაվել ნედვედი, რამოსი, ლემპარდი, ვან ბასტენი და იბრაჰიმოვიჩი იყვნენ ის დიდი ფეხბურთელები, ცნობილი ფეხბურთელები, რომლებმაც ითამაშეს მსოფლიო ჩემპიონატზე და ერთი გოლიც არ გაუტანიათ. ნუ დემბელეს ახლა ამ სიიდან ამოვაგდებთ, იმიტომ რომ დემბელეს ახლა შანსი აქვს დარწმუნებული ვარ გოლსაც გაიტანს. ჩვენი საერთო დროის მიწრულს აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც თეთრი სახლის მიმდებარედ UFC-ის ფორმატში საჩემპიონო შეხვედრას უკავშირდება, სადაც ჩვენი ილია თოფურია მნიშვნელოვან მატჩს გამართავს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ და ეს შეხვედრა ჩანიშნულია 14 ივნისისთვის, ანუ 2 დღეში. ამერიკის შეერთებული შტატები მარტო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კი არა, სპორტული ზაფხულის სპორტული ცხოვრების თავარი ეპიცენტრია. მოკლედ 15 ივნის ორშაბათს დილის 4 საათზე იწყება თბილისის დროით. თუმცა თავარი საბრძოლო, საღამოს თავარი ბრძოლა არის სწორედ თოფურიას და გეიჯის ორთაბრძოლა, რომელიც სავარაუდოდ დილის 7-დან დილის 8 საათს აი ამ პერიოდში დაიწყება. გააჩნია როდის დასრულდება წინა ორთაბრძოლები. ну შეიძლება 9 ნახევარზეც დაიწყოს თუ ყველა ბრძოლა ბოლომდე მივიდა ბოლო რაუნდამდე და თუ არ იქნება იქ ნოკდაუნი მაგრამ ვისაც უნდა აინტერესებს დილის 7 საათიდან უნდა ჩართოს ტელევიზორი და აქედან მოყოლებული ახლა ღონისძიების სასრული სახელწოდება როგორც ჩვენ თქვი UFC Freedom 250
UFC ეს არის ხო იცით რაც არის ფაქტობრივად ეს აბრევიატურა არც ითარგმნება ქართულ ჟურნალისტიკაშიც ასე მოიხსენიება თავისუფლება freedom და 250 ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოებრიობის 250 წლის იუბილე თეთრ სახლში პირდაპირ თეთრი სახლიდან გამოვლენ მონაწილეები და იქვე იქნება ღია ცისკრის მოწყობილი ის რაღაც უცნაური UFC და თეთრი სახლი არიან ის ორგანიზაცია, რომლებმაც ასევე მემორანდუმი გააფორმეს თანამშრომლობის რაღაც სამბოლოო ბოდიში. და რაც ყველა თავარია ღია ცისკრის იმართება ეს თქვა და არის ალბათობა დიდი იმისა, რომ თქვა ვაშინგტონში მოვიდეს წვიმა. მიუხედავად აი კოკის პირველი წვიმის შემთხვევაშიც კი ბრძოლები არ შეწყდება, ეს არის ოფიციალური განცხადება. მოკლედ ვნახოთ ორი ძალიან მაგარი მეტოქის ორთაბრძოლა. პროგნოზად შეეხება, რაცაც სპეციალისტების ნაზრებს გადავხედე, ცალსახად უპირატესობა ილიას აქვს, უფრო მეტიც ბევრი აღნიშნავს, რომ ტექნიკური ნოკაუტით შეიძლება მეორე ან მეოთხე რაუნდამდე ტოპურია შეძლებს ამ ორთაბრძოლის მოგებას წარმატებები გამარჯვება უსურვოთ ცალსახად ილია თოფურიას აუცილებლად ვისაუბრებთ იმედი მაქვს რომ გამარჯვებაზე ვისაუბრებთ აუცილებლად კაი და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთზე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ დღეს 11 საათზე კანადა ბოსნია ჰერცეგოვინას მატჩი ანუ ჩვენი დროით ნორმალური დროა ღამის 11 საათზე ღამის თენება ამ მატჩის სანახავად არ მოგიწევთ სხვა მატჩებზე კი რა გითხრათ ვასრულებ დილის სპორტულ მიმოხილვას კახა მადლობა ყველა წარმატებული სპორტული კვირა ჩვენ სპორტსმენებს შესანიშნავი შედეგების მოპოვება და განვაგრძობთ დილისა და დღის არხის ფორმატში მუშაობას კახა მოგვიანებით შემოგთავაზებთ სპორტის სიახლეებს მე კი აბსოლუტურად სხვა თემით დაგებრუნდებით